თავისუფალი დემოკრატები პატიმრობის ახალ კოდექსთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს გამოთქვამენ. ამის შესახებ დღეს თია წულუკიანი საუბრობდა. მისი თქმით, კოდექსი არაერთ ხარვეს შეიცავს და ევროსასამართლოს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. თავისუფალი დემოკრატები ყურადღებას პენიტენციარულ სისტემაში არსებულ ჰიგიენურ პრობლემებზე, პატიმრების სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის აუცილებლობასა და ხანმოკლე პაენებზე ამახვილებენ. პატიმრობის კოდექსი 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. ხეები არის საშინლად გადატვირთული და იქ ძალიან მაღალია გადამდებ დაავადებათა გადაცემის რისკი. ამიტომ წელიწადში ერთი სამედიცინო შემოწმება მართლაც არასაკმარისია და ჩვენს პატიმრებს კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებს. კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტის წინ დუმა რეაქცია გაიმართა. პროტესტს 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და რამდენიმე ოპოზიციური პარტია შეუერთდა. აქციის ორგანიზატორებმა ამავე მოთხოვნით ხელმოწერებით შეაგროვეს. პროტესტის ნიშნად კი საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლებმა კონსტიტუციის პროექტი საჯარო დაწვეს. კომისიის წევრები აცხადებენ, რომ პროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე საკანონმდებლო ორგანოსთან ყოველდღე შეიკრიბებიან. 1 ოქტომბერს კი პარლამენტის წინ მასშტაბურ აქციას გამართავენ. პარლამენტი იხილავს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტს მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის სათანადო შეჯერება, განხილვა და თანხმობა საზოგადოების მხრიდან მიღებული არ ყოფილა. ეს პროცესი არის ძალიან ნაჩქარევი. ხალხთან ის კონსულტაციები და განხილვა, საჯარო განხილვები, რომელიც უნდა მომხდარიყო, ჩატარდა ძალიან ნაჩქარევად. არ არის საკმარისი დრო იმისათვის, რომ ხალხმა დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ილიას უნივერსიტეტის რექტორ გიგი თევზაძესთან ერთად ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი გეომულტიფუნქციური აპარატურა დაათვალიერა. ქართველი გეოფიზიკოსების მიერ შექმნილი ხელსაწყო სეისმოლოგიური დაკვირვებებისთვის გამოიყენება. ის ასევე საჭიროა გეოფიზიკის გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სფეროებზე დასაკვირვებლად. ქართველების მიერ გამოგონილი სისტემა უკვე შეისყიდა ნატომ და ნატოს წევრმა ქვეყნებმა. გეომულტიფუნქციური აპარატურა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში შეიქმნა. საქართველოში მეცნიერების განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა არის ტექნოპარკების შექმნა. ეს არის რეალურად ჩვენი მეცნიერების განვითარების მომავალი. როდესაც უნივერსიტეტებში იქნება ტექნოპარკი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელიც ჩვენ მეცნიერებს აქვს, იყოს შესრულებული, ანუ მოიპოვოს რეალური ასახვა კონკრეტულ პროდუქციაში. ამ აპარატურაზე 2002 წელს დავიწყეთ მუშაობა. დაახლოებით 2 წელიწადში პირველი ვერსია გაჩნდა, შედარებით მარტივი, მაგრამ აი დღეს უკვე შეიძლება ითქვას სრულყოფილი ვერსია გვაქვს ამ აპარატურის. ეს აპარატურა არის დღეისათვის რამდენიმე სადგურზე გამოიყენება სეისმური მონაცემების ჩაწერის, დაგროვების, გადმოცემისათვის. თბილისის პოლიციას კიდევ ერთი ახალი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შენობა შეემატა. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში პოლიციის მესამე განყოფილების მშენებლობა 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. განყოფილება კუკისა და სვანეთის უბნის მოსახლეობას მოემსახურება. უახლოეს მომავალში კიდევ 5 ახალი განყოფილების გახსნა იგეგმება. ისი აღარ არის როგორც ადრე იყო. სულ 30 დანაშაული ხდება 10 წლის განმავლობაში. ეს რა თქმა უნდა მაინც მაღალია რეგიონთან შედარებით, მაგრამ მე ძალიან მიხარია, რომ გრძნობ, რომ ამ პოლიციას მაინც და მაინც ბევრი საქმე არ ექნება. თუმცა ისინი დაკავებულები იქნებიან აქ მოქალაქეებთან უბრალოდ სოციალურ ურთიერთობაში, რაც ძალიან მახარებს და მე ძალიან მიხარია, რომ არა მარტო დანაშაული არ ხდება, არა მარტო ის ფაქტი აღსანიშნავი, რომ დობით სარგებლობს პოლიცია. უსაც ლაპარაკობთ სამუშაო ადგილებზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ამის პირველი წინაპირობა არის უსაფრთხო გარემო. ამ თვალსაზრისით თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები არის და მომავალშიც იგეგმება. პოლიციის შენობა არის ახალი, აღჭურვილი ახალი კომპიუტერული სისტემით და ყველანაირი პირობა გვაქვს იმისთვის, რომ უკეთ ვიმუშაოთ. საქართველოს მსხვილ გადამხდელთა შენობაში საქართველოს შემოსავლების სამსახურმა და ამერიკის საელჩომ კომპიუტერული ქსელური პროგრამის ტრეკერი 7-ის ძალაში შესვლა აღნიშნა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ტრეკერის პროექტის ფარგლებში საქართველოს უსასყიდლოდ 450,000 ლარის ღირებულების კომპიუტერული ქსელური პროგრამა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა და ტრენინგებიც გამართა. სისტემაზე მუშაობას 2 წელი დასჭირდა. ახალი სისტემა ფინანსთა, თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების მიერ გამოყენებულ არაკომპიუტერიზებულ სისტემას ჩაანაცვლებს.
ჩვენი ამერიკელი მეგობრებთან ერთად ჩვენ დავნერგეთ ახალი სისტემა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი სანებართო სალიცენზიო მოწმობების, მათ შორის რაიმე სახის დოკუმენტების მიღებას ელექტრონული ფორმით, მათ შორის იმპორტიორი და ექსპორტიორი ფირმებისთვის, რაც გაამარტივებს მათთვის კიდევ ერთხელ ცხოვრებას და რაც მნიშვნელოვანი არის, გაამარტივებს ჩვენ შორის უწყებებს შორის ურთიერთობას. ერთის მხრივ ადამიანს უწევდა რამოდენიმე სხვა უწყებაში მისვლა, შეუძლია ასე ვთქვათ, საბაჟოზე პირდაპირ აიღოს ნებისმიერი უწყების ლიცენზია და ნებართვა, რომელიც ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მარტივია მისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები მოხარულები ვართ, რომ ვესწრებით დღევანდელ ღონისძიებას. ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან და მის სხვადასხვა უწყებებთან და სააგენტოებთან. პროგრამა საქართველოს საშუალებას მისცემს, რომ ის ტვირთები, რომლებიც შემოდის ან გადის ქვეყნიდან, დამუშავებული იყოს ელექტრონული ფორმით. აზერბაიჯანულ 1001 ბაიათის ქართულ ენაზე თარგმნა ზეზვა მედულაშვილმა დაახლოებით 45 წელი მოანდომა. დღეს კი მეცნიერებათა აკადემიაში სწორედ ამ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი აზერბაიჯანის საელჩოს და კულტურული ცენტრ ვარლეკის დაფინანსებით გამოიცა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის კულტურის წარმომადგენლები და აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში. ბაიათები არის სულ პატარა 4 სტრიქონიანი 7 მართლიანი ლექსი პატარა ქართული ხალხური შაირებივით. აქ ამის თავისებურება რა არის? ამ პატარა 4 სტრიქონში თარგმნებს 3 სტრიქონის არითმოა და 1